დიდი შვიდეულის სამიტი წარმატებით დასრულდა. Ვითხოვდი, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო. და ეს შეხვედრა უკეთეს დროს ვერ გაიმართებოდა. კვირას ირანთან მივახციეთ შეთანხმებას, რომელიც მოიცავს ყველაფერს, რასაც ვაპირებდით, ყველაფერს და კიდევ უფრო მეც. დავასრულოთ მიმდინარე კონფლიქტი, გავხსნათ ჰორმუზის სრუტე და შევაჩეროთ ირანი ბირთვული იარაღის მიღებაში. სწორედ ეს იყო მთავარი. ეს იყო დაახლოებით 99%. ირანს არ შეუძლია კონდეს ბირთვული იარაღი. მათ არ შეუძლიათ მისი განვითარება, შეძენა. მათ არასდროს უნდა კონდეთ ბირთვული იარაღი. ამავე დროს, როცა ეს განცხადება გაკეთდა, ამასთან ახლოს, როცა ხალხმა დაიწყო ფიქრი, რომ ეს მოხდებოდა, როცა ირანი აკეთებდა ძალიან პოზიტიურ განცხადებებს. საფონდო ბაზარი რეკორდულ მაქსიმუმებზე ავარდა. ბოლო მოკლე პერიოდში 1000-ობით პუნქტით გაიზარდა. 1000-ობით პუნქტით. და ნავთობი ეცემა ისე, როგორც არასდროს დაცემულა, იმ დონეებამდე, რომელზეც რისხობრივად მივიდა. 7-იანებში დაეცა, 8-იანებში დაეცა. მათ არასდროს უნახავთ რამე მსგავსი. მაგრამ რომ არ დაგვედო ეს შეთანხმება, კიდევ 3 კვირის განმავლობაში შეგვეძლო ბომბების ჩამოგდება. 2 კვირა, 4 კვირა, 2 წელი. თქვენ არასდროს გეკნებოდათ აშკარა საშინელება. თქვენ არასდროს მიაღწევდით წარმატებას. თქვენი ბაზარი იმის ნაცვლად, რომ იმ დონემდე ასულიყო, რაც აქამდე არავის უნახავს, იმ დონემდე დაეცემოდა, რაც აქამდე არავის უნახავს. შეიძლება გარდა 1929 წლისა ან რაღაცა მსგავსი. მაშ ისიც ყველა მაგარი ბიჭი ვერ ხვდება, რომ ეს სამთვიანი შეთანხმება არ ყოფილა. ეს წლების განმავლობაში შენდებოდა. ისიც რატო? იმიტომ რომ გენერალ სოლეიმანი მე მოვკალი. თუ გენერალ სოლეიმანი არ მომეკლა, ალბათ ეხლა ამ შეთანხმებაზე არ ვისაუბრებდით. იმიტომ რომ ის გიჟი გენიოსი იყო. მათ ვერასდროს შეძლეს მისი შეცვლა. მაგრამ ბევრს ავიცლება, რომ სწორედ მაგარი ბიჭები, ხო გესმით? მაგარი ბიჭები, რომლებიც ქვეყანას პირდაპირ უფსკრულში ჩაიყვანდნენ. ბოლო 2 დღე მოგცა შესაძლებლობა განგვესახილა ამ ისტორიული შეთანხმების დეტალები ჩვენს ბევრ მეგობართან და ყველაზე ახლო მოკავშირეებთან, მათ შორის დიდი შვიდეულის ქვეყნებთან და მრავალ პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. როგორც ნახეთ, პრემიერ-მინისტრი მოდი აქ იყო. ჰქონდა გრძელი საუბარი. ის შესანიშნავია. ისინი აღფრთოვანებულები არიან, რომ შეთანხმებას მივახციეთ. ყველა მათგანი. არც ერთი ერი არ მოსულა ჩვენთან და არ უთქვამს, გთხოვთ ბატონო, გააგრძელეთ მათზე ბომბების ჩამოგდება. გთხოვთ გააგრძელეთ ბომბების ჩამოგდება. სულელები ამას ამბობენ, მაგრამ მოხარული ვარ გაცნობოთ. და სხვათა შორის ეს ბოლო 2 დღე ძალიან მძიმე იყო. 200 მილიონი ბომბებში. და იცით, ესეც საკმაოდ ძვირიჯდება. სხვათა შორის, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. მათ იცოდნენ, რომ მე მესამე ღამეს მოვიდოდი. ჩვენ გუთხარით, რომ მესამე ღამეს მივიდოდით. მათ არ ყავდათ საზღვაო ძალები, ის ჩაიძირა. მათ არ ყავდათ საჰაერო ძალები, ის დასრულდა. ვერც ერთი თვითმფრინავი. მათ არ ჰქონდათ საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობა, ასე რომ ჩვენ თავისუფლად მოქმედებდით. მათ აღარ ყავდათ თავიანთი ლიდერები, მაგრამ ეხლა ახალი ჯგუფი ყავთ, რომელიც სინამდვილეში მე მგონია უფრო ჭკვიანია. ვფიქრობ, ისინი ძალიან ჭკვიანები არიან. ვფიქრობ, ისინი ბევრად ნაკლებად რადიკალიზებულები არიან და მგონია, რომ ისინი მართლაც ძალიან კარგები არიან. მათ ძალიან უყვართ თავიანთი ქვეყანა, მართლა. იცი, როცა რეჟიმის სულებაზე ლაპარაკობ, ამას არავინ ამბობს, მაგრამ მგონია, რომ ასეა. ნახე, მათი პირველი ლიდერების ჯგუფი უკვე აღარ არის. მათი მეორე ლიდერების ჯგუფიც უკვე აღარ არის. მათი მესამე ლიდერების ჯგუფი ცოტა წავიდა, მაგრამ დიდწილად და გულწრფელად რომ თქვა, მგონია, რომ ეს რეჟიმის ცვლილებაა. მგონია, რომ ისინი სხვანაირად იმოქმედებენ. მგონია, რომ ისინი ხედავენ ცხოვრების განსხვავებულ წესს, რომელსაც ადრე არასდროს შეხვედრიან. ერთადერთი რაც არ მინდოდა მენახა იყო ეკონომიკური კატასტროფა. თუ ამას გააგრძელებდით, ეს შეიძლებოდა მომხდარიყო. მაგრამ ვიცი, რომ ყოველ ჯერზე, როცა მშვიდობის შესაძლებლობაზე ვსაუბრობდით, საფონდო ბირჟა რაკეტასავით იზრდებოდა. არასოდეს დაცემულა. მათ ეს არ მოეწონათ. ხალხი იცით, საფონდო ბირჟა უფრო ჭკვიანია, ვიდრე ნებისმიერი ადამიანი, ვინც არსებობს. მათ შორის ამ სცენაზე მყოფებიც, გარდა ჩემი, რა თქმა უნდა. მოდით ნახოთ, არ ვიცი. შენ რას ფიქრობ, სკოტ? საფონდო ბირჟა შენზე ჭკვიანია? არა, ბატონო. ეს საშინელი განცხადებაა. კარგი. საფონდო ბირჟა საკმაოდ ჭკვიანია. და ყოველ ჯერზე, როცა რაღაც საოცარს ვამბობდით, მაგალითად, შეთანხმებამდე მივალთო, ის იზრდებოდა. და ყოველ ჯერზე, როცა რამე უარყოფით ვამბობდით, მაგალითად, წარმოიდგინე შეთანხმებას ვერ მივაღწევთო, ის ძალიან ეცემოდა, პიტერ.
ძალიან დიდი. რაღაცას გეუბნება ეს. თეიცი მე პრეზიდენტებს სწავლობდი. ზოგი კარგი, ზოგი ცუდი, ზოგი დიდი. სოტანი მართლაც დიდებულები არიან და ზოგი ძალიან იშვიათია. ზოგი კი მართლაც ძალიან ცუდია. ბოლო დროს კარგი პრეზიდენტები ხავდა და ერთადერთი პრეზიდენტი, ვისი ადგილიც არ მინდოდა, იყო გარდაცვლილი და დიდი ჰერბერტ ჰუვერი. ეს არ მინდოდა. და ვინც ის რა მოხდებოდა, მაგრამ ცუდი რაღაცები ხდება. ბოლო დღეებმა მოგცა შესაძლებლობა დეტალურად განგვეხილა შეთანხმება ყველაზე ახლო მეგობრებთან და მოკავშირეებთან, სახელმწიფოს მეთაურებთან. ისინი ყველა აქ იყვნენ, ბევრი მათგანი, ბევრად მეტი ვიდრე 7. როგორც იცით, ბევრი მათგანი. და მათ გააუცელეს განცხადება. ვფიქრობ პრეზიდენტმა მაკრონმა, რომელმაც შესანიშნავი სამუშაო გასწია. სხვათა შორის, მე მისი და ბრიჯიტის ნამდვილი გულშემატკივარი ვარ. მათ შესანიშნავად იმუშავეს. მაგრამ ყველამ გაავრცელა განცხადებები, სადაც ამბობენ, რომ უყვართ ეს შეთანხმება, რადგან სურთ ეს ყველაფერი დასრულდეს. და მათ უყვართ ის ფაქტი, რომ ჰორმუზის სრუტე არ დაგავიწყდეთ. თუ ბომბებს დაუპრედით, თქვათ, რომ გვინდა კიდევ 1 თვე, კიდევ 2, 3 თვე, შეიძლება რამდენიმე კვირა, შეიძლება იყოს კიდევ 3 თვე, რაც არ უნდა იყოს. რაც ჯერ კიდევ გაქვს, შეიძლება საერთოდ არაფერი იყოს, მაგრამ ჯერ კიდევ არ გაქვს. სრუტე არასოდეს გაიხსნება, რადგან ადამიანები, რომლებსაც $1,000,000-იანი გემები აქვთ, გემები, რომლებიც $1,000,000 ღირს, არ უყვართ ამ გემებით სურვა და არც სურთ, რომ მათი გემები მონაწილეობდნენ. როცა სალაპიროს მიყვები და სრუტეს კვეთს და შენს თავზე რაკეტები დაფრინავენ, ისინი თავიანთ $1,000,000-იან ინვესტიციას იცავენ. შენ შეიძლება წლების განმავლობაში დარჩენ ავტობის გარეშე. ესენი სულელი ადამიანები არიან. მაგრამ არავინ ყოფილა ჩემზე მკაცრი. არავის დაუტევებია სოლეიმანი. როცა სოლეიმანი დავარტყი, ხალხმა იფიქრა, რომ ეს იყო ყველაზე დიდი რამ ახლო აღმოსავლეთში, ბოლო 50 წლის განმავლობაში. ეს იყო ყველაზე დიდი მოვლენა. ის იყო ირანის ხელმძღვანელი და არაპატივსემული, მაგრამ გიჟი გენიოსი იყო. ის იყო გენიოსი, გზისპირა ბომბის მამა. და შემდეგ როცა ხედავ ახალგაზრდებს და ზოგიერთ შემთხვევაში ქალებსაც, მაგრამ ძირითადად კაცებს, რომლებიც დადიან ფეხების გარეშე, ხელების გარეშე, სახე დამსხვრეული და ნაწყვეტებად ქცეული. ეს არის ის, რასაც სოლეიმანი 95%, 96.2 ამბობენ, ან რაღაცა მსგავსი. 95% ეს იყო სოლეიმანი. შემთხვევით ის ირანიდან იყო მოსული და მე ავაფეთქე. გახსოვს ეს, მე ავაფეთქე ის სიკვდილის ხეობაში. ის ჩამოვიდა თვითმფრინავიდან და ჩვენ გავყევით მას. და სრული გულახდილობით, რადგან ისინი ჩემთან შესანიშნავები იყვნენ, ისრაელი, მაგრამ მათ არ სურდათ ის თავდასხმა განეხორციელებინათ. ისინი სრულად მზად იყვნენ. თავდასხმამდე წინა ღამეს მათ მაცნობეს, რომ ამის გაკეთება არ სურდათ. მაშინ მე უნდა მიმეღო გადაწყვეტილება. მე მივიღე გადაწყვეტილება ამის გაკეთებაზე, მაგრამ ისინი იყვნენ. ეს იყო ერთობლივი საწარმო, როგორც ჩვენ ვამბობთ, უძრავი ქონების სფეროში, ეს იყო ერთობლივი საწარმო ისრაელსა და ჩვენ შორის. ჩვენ ვსწავლობდით ამას თვეების განმავლობაში. ჩვენ თითქმის 1 თვით ადრე ვიცოდით, რომელ თვითმფრინავში იქნებოდა ის. ის მხოლოდ კომერციულ დიდ თვითმფრინავებში მგზავრობდა, სადაც ბევრი ხალხი იყო, რადგან იცოდა, რომ ჩვენ მას არ ჩამოვაგდებდით. ის ძალიან ჭკვიანი იყო. მაგრამ ჩვენ ვიცოდით, რომ ის თვითმფრინავში იქნებოდა და ვადევნებდით თვალს. და შემდეგ ისრაელმა შემატყობინა, რომ ამას არ გააკეთებდა. და მე უნდა მიმეღო გადაწყვეტილება. ყავდა ძალიან კარგი გენერლები, არა ისინი, ვინც ტელევიზორში გინახავთ, ძალიან კარგები. და ასევე მინდა მადლობა გადაუხადო Pete Hegseth's და General Raising Cane's, რომელიც საოცარია. კარგი, ეს ბიჭები საოცრები არიან, უკეთესები ვერ იქნებოდნენ. მაგრამ მე მყავდა კარგი გენერლები და მე უთხარი მას, კარგი, თუ ისრაელი ამას არ გააკეთებს, ჩვენ უკვე მზად ვართ, ჩვენ გავაკეთებთ, გინდა გააკეთო თუ არა. მან მითხრა, ბატონო, თუ გსურთ ამის გაკეთება, ჩვენ შეგვიძლია. როგორ? კარგი, ჩვენ ამას ისე კარგად გავაკეთებთ, ან უკეთესადაც კი, ჩვენ თვითონ არავის გჭირდება. ასე რომ ჩვენ მოვიშორეთ სოლომონი. ყველაზე დიდი მოვლენებიდან, რაც ოდესმე მომხდარა ახლო აღმოსავლეთში, ალბათ ყველა დროის განმავლობაში, მაგრამ ამბობენ 50 წელი, ამბობენ 100 წელი. მე ვიყავი. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ეს შეიძლება იყოს ყველაზე დიდი მოვლენა, რაც ოდესმე მომხდარა. ისლამი. არავინ იჯერებდა. სწორედ მაშინ დაიწყო ყველაფერი. ეს არ დაწყებულა 3, 4 ან 5 კვირის წინ. და ობამა ამას არ გააკეთებდა. ობამამ რაც გააკეთა, იყო JCPOA. მან თვითმფრინავი დადვირთა 1000 ბიჭდა $1,700 ნაღდი ფულით, დოლარის კუპიურებით, რომლებიც ვაშინგტონის, მერილენდისა და ვირჯინიის ბანკებიდან მოდიოდა. ისინი დარჩნენ ფულის გარეშე. მათ აღარ ჰქონდათ ხელფასების გადახდის საშუალება.
ეს ყველაფერი ჩათვირთეს Boeing 757-ში, შესანიშნავ თვითფრინავში, შემდეგ გადაფრინეს ირანში და გაანაწილეს ხალხში. ხალხი მოისყიდეს. მათ ეგონათ, რომ შეძლებდნენ ამ საქმის დახურვას, შემდეგ კი მილიარდობით დოლარი მისცეს. და მათ მიიღეს შეთანხმება, რომელიც ბირთვული იარაღისკენ მიმავალ გზას ხსნიდა. ძალიან ბრაზდები, გონია მაქვს უფლება გავბრაზდე, როცა ასეთ რაღაცებს უყურებ. დემოკრატები ამაზე სულ ლაპარაკობენ. ჩვენ ეს შეთანხმება მზად ჰქონდა. თქვენ გქონდათ შეთანხმება, რომელიც მათ კანონიერად მისცემდა ბირთვული იარაღს და რომ ეს მომხდარიყო ისრაელი განადგურდებოდა. და რომ სამართლიანები ვიყოთ ბიბის მიმართ, ნეთანიახუ კარგი ადამიანია. ზოგჯერ ცოტა ნაკლებად ენთუზიაზმიანია, მაგრამ ძალიან კარგი ადამიანია. ჩვენ შესანიშნავი პარტნიორობა გქონდა. ის შესანიშნავი პრემიერ-მინისტრი იყო. ლიბანთან დაკავშირებით მცირე უთანხმოება გვაქვს. მე ვამბობ, რომ შეგიძლიათ ცოტა უფრო რბილი იყო ძვირფასო. არ არის საჭირო შეენობა დაანგრიო ყოველ ჯერზე, როცა ვინმე შევა მასში და ეს ჰეზბოლას ეხება. ეს იყო საოცარი პარტნიორობა. ის იტყვის, რომ ჩვენ დიდი პარტნიორები ვართ და ის პატარა პარტნიორია და ეს სიმართლეა. მერე ის ჩამოვიდა ქვეყანაში და შეევედრა პრეზიდენტ ბარაკ ჰუსეინ ობამას, რომ არ დაედო JCPOA. მან თქვა, რომ ეს შეიძლებოდა ისრაელის დასასრული ყოფილიყო და ასეც იქნებოდა, რომ მე მარტო არ მოსულიყავი. და ობამამ არ მოусმინა მას. BBC ნამდვილეში კონგრესში მივიდა და მათაც თხოვა, მაგრამ არსად მივიდა. და მათ ჰქონდათ ეს საშინელი შეთანხმება, რომელიც მართლაც საშინელი იყო ისრაელისთვის. მართლა საშინელი იყო ისრაელისთვის. და ასე დარჩა ეს ყველაფერი. მერე მე გამოვშდი და ეს შეთანხმება გავაუქმე. ძალიან ცოტა დრო რჩებოდა, ხომ გესმით? ეს იყო მოკლევადიანი შეთანხმება. იცით, ქვეყნებთან ასობით წელი გჭირდება, არ გჭირდება 8 ან 9 წელი. ეს არ არის ისე, როგორც კუთხის თბილეულის მაღაზიის ქირის ხელშეკრულების გაფორმება. ასობით წელი გჭირდება. ეს იყო მოკლევადიანი იჯარის კონტრაქტი. უკვე დიდი ხანია ვადა გაუვიდა. თუ მე ამის გაგზელების უფლება მიმეცა, ვადა გაუვიდოდა და შენ აქ არ იქნებოდი. ბევრი ადამიანიც აღარ იქნებოდა, მაგრამ ისრაელი განადგურდებოდა. მგონია, რომ მთელი ახლო აღმოსავლეთი განადგურდებოდა. ნახე, რომ როცა ყველა შოქში ჩავარდა ამ რაკეტებით, ისინი სხვადასხვა ადგილებზე იყო მიმართული. კატარი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები. კარგად დაფიქრდი ამაზე. ბაჰრეინი, ქუვეითი. ისინი დაიბომბდნენ. არავინ ფიქრობდა, რომ ეს საერთოდ არც მე. მე არ მეგონა, რომ ეს მოხდებოდა, მათაც არ ეგონათ. ისინი აპირებდნენ გაენადგურებინათ მთელი ახლო აღმოსავლეთი, მათ შორის ისრაელიც. და რომ ქონოდათ ბირთვული იარაღი, მის მიღებიდან რამდენიმე წუთში გამოიყენებდნენ მას. ამიტომ ძალიან გაურთულე მათ საქმე, როცა დავასრულე ბარაკ ჰუსეინ ობამას კატასტროფა. JCPOA, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შეთანხმება. ნაფტა შეიძლება უარესი იყო, მაგრამ ეს ეკონომიკურად უფრო ცუდი იყო. ეს შეთანხმება ძალიან საშიში იყო. მან მათ ყველაფერი მისცა, მათ შორის ბევრი ფული, რასაც ჩვენ სხვათა შორის არ ვაძლევთ. თუ რაიმე ეჭვი გაქვს, ჩვენ ამას დაგირიგებთ, რომ წაიკითხო და ნახო. და ეს არის ურთიერთგაგების მემორანდუმი. თუ ეს 60 დღეში არ დასრულდება, არაუშავს, ისევ დავიწყებთ დაბომბვას. იცი, არ მინდა ეს გავაკეთო, რადგან ეს ასე კარგია. მაგრამ შეიძლება მოგვიწიოს ამის გაკეთება, რადგან არასდროს დაუშვებთ, რომ მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ, მაგრამ მათ დათანხმდნენ, რომ ამას არ გააკეთებენ. და ბატონო, ამას ძალიან ნათლად ნახავთ შეთანხმებაში. მეორე ეტაპი იყო ის, რომ ისინი ამზადებდნენ ან ამდიდრებდნენ მასალას, როგორც ამბობენ. მე ამას ბირთვულ მტვერს უწოდებ. ისინი ამდიდრებდნენ მასალას გრანიტის მთების ქვეშ. გრანიტი მათთვის, ვინც სამშენებლო სფეროში არ არის, გრანიტი არის ძალიან ძლიერი ქვა, ყველაზე ძლიერი. ის არ არის ისეთი ლამაზი როგორც მარმარილო, მაგრამ ბევრად უფრო ძლიერია. ის ბევრად უფრო გამძლეა. ბევრად უფრო გამძლეა. ზუსტად ისეთი, როგორიც ახალი გრანიტია, რომელიც მე დავაყენე თეთრი სახლის კიბეზე, რომელიც მიდის შავი გრანიტის ოვალურ დარბაზამდე. ის შეფასებულია მილიონი წლის ან მეტი ხანგრძლივობისთვის. არც ერთი მარმარილო ასე არ არის შეფასებული. მარმარილო ღია ცის ქვეშ 100 წლის გამძლეობით არის შეფასებული. ამიტომ ეს გრანიტის თებია. და პეორიებმა მოვიდნენ და დაარტყეს იმ ვენტილაციის მილებს სიბნელეში, ღამის პირველ საათზე, როცა მთვარე არ იყო. მათ ყველგან ძალიან მაღალი სხივები ჰქონდათ. იმ ბიჭებმა მართლაც შესანიშნავი საქმე გააკეთეს. და შემდეგ მათ გააკრიტიკეს ზოგიერთი მედიის წარმომადგენლებმა, მაგალითად CNN-მა. თითქოს და მათ შეიძლება საკმარისი ზიანი არ მიეყენებინათ. და ბოლოს აღმოჩნდა, რომ ზიანი ბევრად უფრო დიდი იყო. ის მთები პირდაპირ ყველაფერზე ჩამოიშალა. ამას ვერავინ აიღებს დიდი ხნის განმავლობაში. თუ ჩვენ არ მოვინდომებთ, ჩვენ ამას შევძლებთ, მაგრამ მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია. ამბობენ, რომ ჩინეთს აქვს შესაბამისი აღჭურვილობა და ჩვენს გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობა.
და სინამდვილეში ეს ძვირფასი არ არის, დიდად ფასეული არ არის, მაგრამ ჩვენ გვინდა ფსიქოლოგიურად დავიბრუნოთ და ამას არავინ ეხება. ჩვენს გვაქვს კამერები, ეს არის კოსმოსური ძალები, ჩვენ საუკეთესოები გვყავს. ჩვენ გვაქვს სხვათა შორის მსოფლიოში ყველაზე დიდი არმია, მაგრამ მე კოსმოსური ჯალით ვამაყობ, რადგან სწორედ მე შევქმენი ის. კოსმოსური ჯალის კამერები თითოეულ კარში გვაქვს, ყველა კარში, თუმცა კარები აღარ არის, ისინი თითქმის მთლიანად განადგურებულია. მაგრამ ამ ყველაფრის თითოეულ ზონაში, თუ ვივინმე შევა და ექნება ბეიჯი თავისი სახელით, მაგალითად მოჰამედი რაღაც, რაც დაახლოებით 50 შანსია. მოჰამედი რაღაც, მათ იციან როგორ თქვან სახელი. მათ შეუძლიათ სერიული ნომერიც კი გითხრან. ჩვენ ყველაფერს ხედავთ. ვერ დაიჯერებ, რა ხარისხის რაღაცები გვაქვს. სწორედ ამიტომ ვართ ასეთი წარმატებულები. ამიტომ ჩვენი ბლოკადა ისტორიაში შევა, როგორც რაღაც საოცარი. ასეთი ბლოკადა არავის უნახავს. ასეთი ბლოკადა, ეს რკინის კედელივითაა. მერე რაც მოხდა ის იყო, რომ ჩვენ დავასრულეთ ეს ყველაფერი, ამას ბირთვულ მტვერს უწოდებ და ეს იყო ამის დასასრული. მაგრამ რომ არ დაგვერტყა ის ბევრი ბომბდამშენებით, ან რომ არ გამოსულიყო ყველაფერი, მათ ეკნებოდათ ბირთვული იარავი, ბირთვული ბომბი ძალიან მაღალ დონეზე. არა ყველაზე მაღალი, მაგრამ საკმაოდ მაღალი დონე იქნებოდა. ჩვენ ბევრად უფრო დიდი გვაქვს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ არასდროს დაგჭირდება ამის გამოყენება. ჩვენ ყველაზე დიდი გვაქვს, რუსეთს სიდიდით მეორე აქვს. ჩინეთი ბევრად უკან არის, მაგრამ საბოლოოდ დაეწევა. სამწუხაროდ იცით, ისინი იქამდე მიდიან, მაგრამ ჩვენ ყველაზე დიდი გვაქვს. ჩვენ ყველაზე ძლიერი გვაქვს, მაგრამ ასევე ყველაზე დიდი გვაქვს ყველას შორის. მაგრამ რუსეთი ძალიან უკან არ არის. შემდეგ მოდის ჩინეთი მესამე ადგილზე, მაგრამ ისინი მიაღწევენ. 5 წელიწადში ალბათ იმავე დონეზე იქნებიან. და ჩვენ უნდა გავაფორმოთ ბირთვული განიარაღების შეთანხმება. ეს ძალიან კარგი იქნებოდა. ეს ყველაფერი არ გჭირდება. არ გჭირდება იმის შესაძლებლობა, რომ მთელი მსოფლიო 300-ჯერ ზედიზე დავაფეთქოთ. ეს საშინელია მართლა, რომ შეგვეძლოს ბირთვული განიარაღების შეთანხმების გაფორმება ძალიან გამიხარდებოდა და იმ ორ შორის ერთ-ერთი ძალიან მზადაა ამისთვის გეტყვით. მაგრამ მეორე ნაკლებად მზადაა და ყველა გჭირდება. მას შეთანხმება, რომელსაც ირანთან კვირას მივახციეთ, ძალიან მალე გაფორმდება. ხვალ ან იქნებს ეგ. მადლობა. თემა შეთანხმებებია. ჩემი მთელი ცხოვრება მათ გარშემო მოტრიალებს. ყველაფერი, რაც ოდესმე გამიკეთებია, იყო შეთანხმებების დადება, შეთანხმებები და ზოგჯერ უცნაური რაღაცები ხდება შეთანხმებებთან დაკავშირებით. მე უკვე შევდიოდი ისეთ შეთანხმებებში, სადაც თითქმის გარანტია იყო. არავითარ შემთხვევაში ვერ გაფორმდება. და ის საბოლოოდ არ ფორმდება. მე უკვე ვყოფილ ვარ მოლაპარაკებებში, სადაც არანაირი შანსი არ ქონდა, რომ შეთანხმება დაგესრულებინა. და მაინც ისინი ისე სრულდება, თითქოს არაფერია. ასე რომ ალბათ შეთანხმებას მოვაწერთ ხელს. მათ სურთ შეთანხმების გაფორმება. და ისინი საკმაოდ ადეკვატურად იქცევიან. მათ გასულ კვირას 2 საკმაოდ დიდი დარტყმა მიიღეს. ეს იყო 2 მართლა ძალიან დიდი დარტყმა. თავარი ისაა, რომ ირანი დათანხმდა, არც აწარმოებს და არც შეიძენს ბირთვულ იარაღს. არც აწარმოებს, რადგან თავდაპირველად მათ თქვეს, ამტკიცებდნენ, რომ არ განავითარებდნენ ბირთვულ იარაღს. ზოგიერთმა ადამიანმა იფიქრა, რომ ეს საკმარისი იყო. ამ ბიჭებმა კი სამართლიანად ასე არ ჩათვალეს. მაგრამ არ მომეწონა, როცა ზოგმა თქვა, რომ არ განავითარებს. თქვი, რა მოხდება თუ იყიდიან? არ ვიცი. საკმაოდ საშიშია თუ ვინმე გაპიდის, რადგან ვინც მათ ბირთვული იარაღს მიხიდის, ის ბირთვული დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება. თუ ისინი ბირთვული იარაღს გაპიდიან, მხოლოდ რამდენიმე შეძლებს ამას. ისინი ბირთვულ თავდასხმას მიიღებენ. იმ ქვეყანას დიდხანს ვერ შეინარჩუნებდნენ. ასე რომ ეს ძალიან საშიში რამეა ნებისმიერი ადამიანისთვის, მაგრამ მე ეს მინდოდა ზუსტად იქ. ასე რომ უნდა განავითარო, მიიღო, იყიდო, შეიძინო ნებისმიერი რამ. და ამას ნახავ, როცა შეთანხმებას ნახავ. მაგრამ სწორია, რომ შეთანხმება საჯარო გახდეს. სხვათა შორის, ჩვენ ისრაელსაც გაუგზავნეთ ასლი. ისინი ძალიან კარგი პარტნიორები იყვნენ. კიდევ ერთხელ, ვფიქრობ, ჰეზბოლასთან დაკავშირებით, ბევრად უკეთესად შეეძლოთ მოქცევა. ისინი ფიქრობდნენ, რომ არასდროს გამოიჩერდნენ, რადგან ჩვენ დილას საუზმეზე არასდროს ბომბავდით. მაგრამ დავბომბეთ. ეს იყო ყველა 88 ადამიანი და მე ამით არ ვამაყობ, მაგრამ მეორე ჯგუფით შევიდა და ისინი კიდევ უფრო არაგონიურულები იყვნენ და ისინი უკვე წასულები იყვნენ. მაშ მესამე ჯგუფს ჩვენ ვუმკლავდებით. ზოგიერთი ამ პლანეტას დაემშვიდობა, მაგრამ ჩვენ ვუმკლავდებით მათ და კიდევ ერთხელ ისინი კარგად არიან. გულისხმობ, ბევრად უფრო მარტივი სიტუაციების მქონია. მქონია უფრო მარტივებიც. ისინი ძლიერები და ჭკვიანები არიან. ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მოძრაობა უკვე საკმაოდ მნიშვნელოვნად გაიზარდა და ენერგიის ნორმალური ნაკადი უახლოეს დღეებში კვლავ აღდგება. და ტრილიონობით დოლარი შემოვა მსოფლიოში. და მე მჯერა, რომ საფონდო ბაზარი ზრდას გააგრძელებს.
ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ არის ერთი მქი მოთამაშე, რომელიც ძალიან არასტაბილურია, ძალიან მკაცრი და გულახდილად რომ თქვა, ძალიან ჭკვიანი. იცით, მათ გარკვეულწილად პრიმიტიული კულტურა აქვთ, მაგრამ ეს პრიმიტიული კულტურაც კი გენიალურია. ისინი ძალიან ჭკვიანი ხალხია, ძალიან კარგი მოლაპარაკეები, მაგრამ ჩვენც ასეთები ვართ. ამიტომ იმის ნაცვლად რომ შეიძლება დეპრესიაში ჩავარდე, იმის ნაცვლად რომ ჩემი საყვარელი პრეზიდენტი იყოს ჰერბერტ ჰუვერი, ყოველთვის ის ვიყავი, ვინც არ მინდოდა რომ ყოფილიყავი, არანაირად. ნიქსონი არ მერჩივნა. არ მერჩივნა. ბევრიც არის ვინც არ მერჩივნა, მაგრამ ის ვიზეც ყოველთვის ფიქრობდი, ჰერბერტ ჰუვერი. და ეს მისი ბრალია. მან ძალიან სწრაფად გაზარდა გადასახადები და ძალიან სწრაფად გაზარდა საპროცენტო განაკვეთები, ყველაფერი ერთდროულად და ამან გამოიწვია დიდი დეპრესია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ შეცდომებს არ დაუშვებ. მე ვამცირებ გადასახადებს, არ ვზრდი. სინამდვილეში ახლახან მოგცეთ ქვეყნის ისტორიაში გადასახადების ყველაზე დიდი შემცირება. ამიტომ პარალელურად ვიმუშავებთ სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, ბირთვულ საკითხებთან არ დაკავშირებულ თემებზე, როგორიცაა ჩვეულებრივი ბალისტიკური რაკეტები, რაზეც ვისაუბრებთ, და მხარდაჭერა. გულისხმობ, მათ უნდა კონდეთ რაღაცები, რადგან სხვებსაც აქვთ, შენც უნდა კონდეს რაღაცები. ვიღაცამ თქვა, რომ არ უნდა მისცემათ. გულისხმობ, მე ვიცნობ ამ ადამიანებს, ზოგიერთი მომწონს კიდეც, მაგრამ ასე არ ფიქრობ. არ ფიქრობ, რომ ისინი ჭკვიანები არიან, ბატონო. თქვენ არ უნდა დაუშვათ, რომ მათ ერთი რაკეტაც კი კონდეთ. უთხარი, კარგი, აბა რას გავაკეთებ? საუდის არაბეთს რაკეტების კონდისნებას დავხდავ, მაგრამ მათ არ შეუძლიათ კონდეთ. დიახ, ბატონო. არ შეიძლება, ასე არ მუშაობს. იცით, ასე არ მუშაობს. და არ მუშაობს და რაკეტები პრობლემა არ არის. რაკეტები კი, ისინი მცირე ადგილს ურტყამენ, მაგრამ პლანეტას არ აფეთქებენ. ამიტომ სპარსეთის ყურის ქვეყნები არაბირთულ საკითხებს მიხედავენ, რადგან ჩვენ ვისაუბრებთ ბალისტიკურ რაკეტებზე და ასევე ვისაუბრებთ ტერორისტულ წარმომადგენლებზე, რომლებიც მათ ხალთ, რაც არ გვინდა რომ მოხდეს. ძალიან მინდა მადლობა გადაუხადოთ ჩვენს პარტნიორებს, პაკისტანსა და კატარში. ისინი ბევრს მუშაობენ. და ისინი მას ნაკლებად იცნობდნენ. პაკისტანის შემთხვევაში კი კარგად. კატარის შემთხვევაში ისინი ნაწილობრივ არ ეთანხმებოდნენ. და იცით, კატარი შესანიშნავი იყო, რადგან ის მის გვერდით მდებარეობს. როცა იქიდან იმ ადგილიდან საუდის არაბეთამდე მივფრინავდი, 40 წუთს ვფრინავდი და არაბთა გაერთიანებულ საამიროებამდეც 40 წუთს ვფრინავდი. ორი დიდი ლიდერია იქ სხვათა შორის. საუდის არაბეთის შემთხვევაში მამა ჯერ კიდევ ცოცხალია და ის მართლაც შესანიშნავია და ვაჟი შესანიშნავი იქნება. შესანიშნავი იქნება, არა, მემკვიდრე პრინცო. მოჰამედ, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საოცარი მებრძოლია. მან გასულ კვირას ბომბი ჩამოაგდო და მე ვთქვი, ვინ ჯანდაბაა, ვინც ამ ბომბებს ხრის. ეს იყო არაბთა გაერთიანებული საამიროები. მოჰამედი კარგი მებრძოლია, მაგრამ 10 წლეულებების განმავლობაში ყველა მთავრობა ცდილობდა ირანს ბირთვულ ამბიციებზე უარი ეთქვა, მაგრამ საფრთხე მხოლოდ გაიზარდა. რიტორიკა სულ უფრო მკაცრი და მძაფრი ხდებოდა და არაფერი არასდროს მომხდარა. და ირანი კიდევ უფრო გაძლიერდა და გამკაცრდა. თუ ჩვენ თავიდანვე არ აგვეფეთქებინა ისინი და შემდეგ ის იარაღები არ გაგვენადგურებინა, ისინი შეუჩერებლები იქნებოდნენ. ეს უნდა გაეკეთებინა იმას, რასაც ახლა ვაკეთებ და ის, რაც მე გავაკეთე, წლების წინ უნდა გაკეთებულიყო. ეს ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა. ბევრად ნაკლები ცეცხლის ძალა დაგჭირდებოდა. მაგრამ ასე არ მოხდა. და კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადაუხადო ყველა ამ ქვეყანას, ისრაელს და ბიბი ნეთანიაჰუს. ასე რომ, რა თქმა უნდა, პროგრესი შეუძლებელი იქნებოდა იმ უპრეცედენტო ზეწოლის გარეშე, რომელიც შეერთებულმა შტატებმა განახორციელა რეჟიმზე ბოლო 1 წლისა და ნახევრის განმავლობაში. მაგრამ კიდევ ერთხელ, ეს დიდი ხნის წინ დაიწყო. ეს დაიწყო სოლეიმანის სიკვდილით. ეს მნიშვნელოვანი იყო. ისტორიაში არც ერთი პრეზიდენტი ირანთან უფრო მკაცრი არ ყოფილა ვიდრე მე და ისინი ამას იციან. და სხვათა შორის, თუ ისინი არ დააცვებენ შეთანხმებას, ან თუ რაღაცების საერთოდ არ არის ნახსენები მასში, ეს არის ურთიერთგაგების მემორანდუმი. მაგრამ ჩვენ გვაქვს ურთიერთგაგება ზოგ საკითხზე, ქაღალდზე დაფიქსირების გარეშე. და თუ ისინი ამას არ დააცვებენ, ალბათ ისევ დავიწყებთ მათ დაბომბვას, სანამ არ დააცვებენ. იცით, მართლაც საოცარია რას ახერხებენ ბომბები. ამიტომ მე ასე ვამბობ, ობამას შეთანხმება იყო ერთგვარი გზა, რომელიც ბირთვულ იარაღამდე მიყავდა. და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრამპის შეთანხმება იყო როგორც კედელი ბირთვული იარაღის წინააღმდეგ, რომლის გადალახვაც ამ ბირთვულ იარაღს არ შეეძლო. არავინ ვერ გაივლის ამას. ჩვენ ავაშენეთ კედელი, მათ ეს არ ეკნებოდათ. და ეს არის ის, რაც ახლა გვაქვს. და ის ძალიან ნათლად ამბობს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან პუნქტსაც. პირველი, სრუტე იხსნება.
მაგრამ ეს ბევრად ნაკლებად მნიშვნელოვანია ვიდრე მეორე პუნქტი. პუნქტი ნომერი რაც არ უნდა იყოს 5-8. ეს ძალიან ძლიერი განცხადებაა, რომ მათ არასოდეს ექნებათ ბირთვული იარავი და არ წერია, რომ მათ ექნებათ ის 5 წელიწადში, ან 10 წელიწადში, ან 20 წელიწადში. ობამას დროს მათ შეძლეს გამდიდრება ბევრად უფრო სწრაფად. ამ შეთანხმებით ახლა ირანს ეძლევა ისტორიული შესაძლებლობა, თუ ისინი გაყვებიან თანამშრომლობის გზას, რომელიც ჩვენ გავხსენით მათ ქვეყანას. ეხლა მე მაქვს გადარჩენის შანსი. დაფიქრით ამაზე, ხომ გესმით? მათ ხალთ 91 მილიონი ადამიანი ხალხს უნდა რომ მე ავაფეთქო ხიდები. რატომ არ ვაფეთქებ? უკვე ავაფეთქე. იმიტომ რომ ხომ გესმით? მათ დაარღვიეს დაპირება და მე ავაფეთქე მათი ყველაზე დიდი ხიდი, დაახლოებით ისეთი როგორიცაა ჯორჯი. ეს იყო ირანის ჯორჯ ვაშინგტონის ხიდი. მაგრამ ჩვენ ავაფეთქეთ ის ხიდი. შენ ეს ნახე. სწრაფი შეტევა F-22-ით. ყველაზე ლამაზი გამანადგურებელი თვითმფრინავი რაც კი ოდესმე შექმნილა სხვათა შორის. სინამდვილეში ჩვენ კიდევ რამდენიმე შევუკვეთეთ. ჩვენ ვაბრუნებთ მას, რადგან ის ძალიან ეფექტურია. ეს საოცარია. ნახე, ჩვენ მსოფლიოში ყველაზე დიდი არმია გვყავს. ის B2 ბომბდამშენების საოცარია. ვინ იფიქრებდა რომ ამას შეძლებდნენ? თითოეულს 2 პილოტი ყავდა, რადგან ფრენა ძალიან გრძელი იყო, მაგრამ მათ 3 ყველაზე დიდი და მძიმე ბომბი წაიღეს, 100,000 ფუნტი და ისე გაუნკლავდნენ თითქოს არაფერი ყოფილიყოს. ეს საოცარია და ასევე ისინი შეუმჩნევლები არიან. ისინი სრულიად შეუმჩნევლად გაფრინდნენ ირანში. იფიქრე ამაზე, სრულიად შეუმჩნევლად, ისე რომ ვერავინ შენიშნა. ეხლა ირანი ელოდება მათ. ისინი ელოდებიან მათ და ისინი არასდროს უნახავთ. ხამის 1 საათია. ისინი არასდროს უნახავთ. ისინი შეუმჩნევლები არიან. და ჩვენ ახლახან კიდევ 22 შევუკვეთეთ. ახალი და გაუმჯობესებული ვერსია, რომელიც მგონია რომ უკეთესია. არ ვიცი როგორ შეიძლება კიდევ უკეთესი გახდე, მაგრამ როგორც ამ კვირაში მსოფლიო ლიდერებს აქ უთხარი, ჩემი იმედია რომ სამშვიდობო შეთანხმება იქნება დასაწყისი ბევრად უფრო დიდი შეთანხმებისა ყველგან.